დღემშვიდობის დღევანდელი დღე მიეკუთვნება იმ დღეს, როდესაც უბრალოდ არც გაღვიძება გინდა და ახარც დაძინება, გარეთ არის საშინელი ამინდი. ქარი მიკვისდენი როა, წვიმა ხა გაზაფხულზე წვიმა არავის გვიკვირს, მაგრამ მაინც ხო და ახლა ცოტა ხანი წამოწოლილი ვიყავი, მაგრამ ესეც უაზროდ მთენთავს და მანადგურებს, ეს უაზრო წამოწოლა. ვაიმე ხათო 10 ლიტრა წყალი დავლიე, ოღონდ იმიტომ არა რომ მინდოდა, მინდოდა, მაგრამ თევზი რო ჭამს, კუმბრი ვჭამე 2 ნაჭერი. ხო, კაი ხო 3. ხო და ისა. არ ვიცი, εν რაოდენობის წყალება. ეხლა რატო ვიკეთებ ეკიპირებას თმებიან ყველაფრიანად? თმას იმიტომ რომ თმაზე ხელი არ შევიხო. ამას ვიცმევ, იმიტომ რომ ის საქმე ამ დიახაც ამ ჩოღუმში უნდა გავაკეთო, ანუ ქარში, წვიმაში და ყველაფერში გარეთ. და თმაზე ხელი არ შევიხო, მაგასაც მაგიტო ვაკეთებ. მაცვია კალგოტკა და ნასკები, საუკუნეა რომ იგი არის, მია კალგოტკაც მაცვია და ნასკები კი არა, ხალხმა მუხლის ზემოთ ვიწევ. მაცვია თბილად. ეხლა რატო არ ეს? სელ დიდილას რო ჩავდე წყალში, ხო იცით? ძალიან მაგრად მეზარება, მაგრამ უბრალოდ ეგ რო ესე პატო გაფუჭდება და რატო უნდა გავაფუჭო? და მინდა რომ დავამარინადო საჭმელად. და მე მოვხარშავ კარტოფილს. წევა შევწვი. ავიცი, თევზს მაგალითად მე სხვა ვერაფერს ვერ ვუხამებ, გარდა მოხარშული კარტოფილის. არ ვიცი, შემწვარს დიდ არ მომწონს თევზთან. ხო და გავწვი კარტოფილს და ოდნავ მარილ წყალში მოვხარშავ. ოდნავ, იმიტომ რომ თევზიც მარილია. ასე. ანუ ესე გავიკეთოთ ეკიპირება და შეგვიძლია წავიდეთ. ამის გარეშე მართლა ვერ გახვალ გარეთ. საოცრება ხდება. ისეთი საზიზღარი ამინდია. ნინო ექსკურსიაზეა, იცით? დილას გავუში. მე მეგონა შუქიჩაკრა. და ივანეც ახლა გავიდა და ახლა ბარბარიც მიყვება ცეკვაზე. ლაშა ტაძარში. რჩები მარტო კელა და კატები. ვაიმე დედა. აღარ მინდა ხარხნო ეს წყალი, მაგრამ აღარ შევიძლია. რადგან ესენი აქ იქნებიან, იქ სპეციალურად შემოვყარე ხა რომ იქ ხელი არ შემიშალონ და წავედი. შეხედეთ. მოდი ხარ? კაი, წამო ესენი. კაი, ყავით თქვენ. ქარი არა ვიცი, ცარიელა ტოტებს რა დღეში აგდეთ და ჯერ არ გაყვავებულ კიდე გარგალს. ჩემი ქარის ზარისაც წაიღო, რა სიგრძეზე გაუტანია იქ. ой, ნახეთ რა განახოთ. აი აქ აქვს საყვავილეები და ეც ნახეთ ხალხნო, ჩემი მარწყვი. აქაც ესეთი პირი უჩას უეჭველი ერთმანეთს დაისხავს რომ გავიხარო. საშინელება. ეხა სანამ გარეთ გამოვარდა თევზის. ეხა ნახეთ ეს ფეხსაცმელებს ანუ იმდენად სველდება რომ აქაც ასხავს, ამიტომ აი ესე ვალაგებ ხოლმე ფეხსაცმელებს ასე. და აქ მეორე წყვილს ვიცმევ. ამას არ შევეხები ჯერ, ამას გარეთ გავიტან და გარეთ უნდა გავაკეთო. იმდენად ჭუჭყიანი საქმეა რომ კუხნაში ამას არ ვაკეთებ ხოლმე. ეს კუმბრია. უბრალოდ იცი რა მინდა ეხლა მე? სხვა დანარჩენი უნდა მოვამზადო, ამ წვენებს დაბლა ჩავდგა. სხვა დანარჩენი, ანუ
ვინ არის ერთ წამიღოთ მირეკავს? Telefon მაღლა დავტოვე თო, მაგრამ და მირეკეს ვარიც. სადაა? წარმოვატანინე. ტაძრიდან რომ მოვედით. აბა, იმედი არ ჩამოцვირდები. მოვიტანე ისა ლიმონი. უშიარდა სადარი ისა ესე. სერვისჯოხი. კაი გისო რა. რატოში გამოხველი გარი? ყოფილიყავი მაღლა? სპეციალურად დავტოვე და გამოვარდა მაინც. იცის რაღაცას რო აკეთებ აქ. ესე ვიზა. ეხლა მივიდა ლიმონი. რამდენი თევზია ვფიქრობ, რომ ხაშოის რაღაცნაირი მომჭკნარი ლიმონია და სამცას გამოვიყენებ დანარჩენს გავუშვებ მაცივარში. ამას ვრეცხავ და კანიანად ვჭრი. ამიტომ საკითხი მიყო. და მინდა მარტო ქინძი. ხარნო იყო დრო, როდესაც ქინძ და პეტრუშკას ვერ ვარჩევდი ერთმანეთისაგან და მე მგონი ეგ დრო მოვიდა. ვიპოვე. ცოტა შელახული ქინძია, მაგრამ კაი მოსულა. მოსულა. ამ ყველაფერს გავაკეთებ და მე გავიდეთ ამჯამიან ყველაფრიანად გარეთ, რომ ის თევზი უნდა გავაკეთო. ბევრი არც უნდა. მაგრამ გავრეცხავ ხავებს და მოვალ. შიდობა გააქვთ. ეხლა გუშინდელი და დღევანდელი ამინდი ის შეადარებ და წეღას არკეში ვიყურებოდი, მეთქი რა მჭირს თაუპიზე, რატო არ გაშავებული და გუშინ ისეთი საშინელი მზე იყო თან სტადიონზე რომ ვიყავით, რომ მე გონა რომ ტაფაზე ვიჯექი და ვიხურუკებოდი და სახეზე შემეკი. კარგად ვარ გაშავებული. ამაში ვურევ და მერე აი მაშვები რა ქვია, გადამაკ ემალის ქვაბში. ხა თქვენის ნებართვით ერთ აებას ვიზა. ამის წინ მქონდა დიდი ყვითელი ლიმონები როა, ყოველ ზედმეტი იქნება. მაგიტო გადავწყვიტე ახლა. გემოაქ აი ნამდვილი ლიმნისა რა და წინაზე მქონდა აი ეს დიდები როა რაღაცნაირი ყვითელები როა ეს ნახეთ როგორი ფორთოხლის ფერია და უბრალოდ მჟავე იყო, სხვა არაფერი გემო არ აქონდა. ამას კაი გემოაქ. ეს პატარა დანა არის, უბრალოდ მაგის გამო არ მიყვარს, რომ ძალიან ციცქნაა თორე ყველაფერს ჭრის ძალიან მაგრად. ესეც და გავიდეთ გარეთ ახლა და რა ვიცი. თევზებში რომ მუშაობდი იმას ძალიან სწრაფად ვაკეთებდი ხოლმე და ერთი ის არის, რომ ძალიან მხიანი თევზია ეგ და უნდა კარგად გააცალო რა. იმიტომ რომ ეხლა როცა ჭამდა იცი რომ ფხიანია თან არჩევდა რაღაცა, მაგრამ მე უნდა გავაკეთო ისე რომ ისა ჩანგლით ჭამო რა და დაახლოებით 98% აღარ უნდა ქონდეს ფხადა რომ ვინმე არ დავახჭო. ეხლა ნინოს უნდა დაურეკო.
ვინც ჩემი ნინო წაიყვანა იმ ნინოს. რომ ისე ეგ თუ ამოიღოს თუ არა და ლაშას უნდა დაუდეკოვდი. არ იქნებ და არ მოდის აქეთ ხარ ეს და სახში. ბავშვს ლეკვით ხარ გაუშვებ, თუმცა არავინ არ დამიტოვებს იქ მე ნინოს. სულ მე ყურადღება არ დავრე და ანუ რო არ დავრეკო რა სიტყვაზე. მარშრუტკა მოდის ხოლმე სკოლასთან, სადმე მიდიან ან მოდიან სკოლასთან მიყრიბებით, სკოლა მაგედან მივდივართ და უკარო ბრუნდებით, სკოლასთან ბრუნდებით და იქიდან ვიშლებით, ყველა თავის გზაზე მიდის და რომც არ დავრეკო სიტყვაზე და არ ვიკითხო რომ აბარაშვებით. იმერად სხვანაირი მშობლები არიან. არც კი დატოვებენ ბავშვს და არ იტყვია რომ იცი რა, ვინ ჩამოვიდნენ მიხედავ რომ არ იტყვია. სხვადასხვა ყოველთვის მიყვები ხოლმე რა თეატრში რომ ვიყავით წინაზე ვიყავი რა თქმა უნდა და ეხა ამინდიც რაღაცნაირი იყო ძალიან დამეზარე. ესე იგი ეს უბრალოდ მოვავლე ახლა არ გამირეცხია რადგან ამითვე გავაკეთოთ გარეთ ის ვაჟბატონი თევზები წავიდეთ ახლა გარეთ. ხო, ძმას ხა დავასხავ და ეგ არის მე. აბა ქინძი და ლიმონი როგორია? ესე იგი ზუსტად მომდი 21 წუთი 6 თევზის გარჩევას და ბევრი არაფერი გამოვიდა. მოგო რა გამოვიდა, მაგრამ ანუ ხო, უფრო სწრაფად გარჩევი, თუმცა ალბათ პრაქტიკა მოხდა. შეცივნით არ შემცივნია. იმიტომ რომ თავიდანვე მოვემზადე თბილად ჩაცმისთვის. ერთადერთი რაც მეზარება ხოლმე ეს თამითი თევზიანების მილაგებაა და გარეთ მივასობ თავის ინს გავრეცხე ჯამი და ესეთი ფიცარი და დანა, მაგრამ შემოვიტანე რომ აი საპნით უნდა დავამუშავო რომ სული არ გქონდეს, თორე ფეირით გავრეცხე, მაგრამ თუ ის არ გადაუსვი ხოლმე რაღაცა ვერ მომდის თვალში. ხახვი ნახევრად უჭრი ხოლმე და ესე ვშლი. და თხლად ეს დანა ძალიან თხლად ჭრის. არის ძველებული რაღაცა რკინის საოცარი დანა და მოკლედ დავიდა არ მიყვარს. მაგრად ხმარო. რამდენი დანა ხან ვიყიდეთ, ხან რაღაცა, მაგრამ ეს უსხა. ესეც
ეს აღარ გვინა, ამასაც გავეცხავ. ეს ვაჟბატონი ჩავაბრძანოთ. ფხებიდანაც სრულიად გამოვან თავისუფლებ, ყოველ შემთხვევაში ვეცადე და დანარჩენი მივხვდები, მე რო შეჭამე. რამდენად ცოცხლები დარჩებია. არ არის ხამეკონა. საკმაოდ ბევრია სხვა შორის და მიუხედავად იმისა, რომ ლიმონი აქვს, მე ამის დალევა შემიძლია ოღონდ მართლა აი სახლის ჩვეულებრივი ღვინის ძმარი მადამბლავებს. უფრო ბევრს დავასხავდი, მაგრამ გამოტანა მეზარება. ეს ჩავდგათ მაცივარში. ცოტა ის მაქვს ვაშლის ძმარი რა მოხდა მერე? ძალიან ბევრი არ მოგივიდეს გენაცვლად. სულ მაგას ჩხუბობ ხოლმე რომ რაღაცა რო თავდება მაცივარში, ბოთლს აი იციან ხოლმე ყემლისან პავიდლოს ბაკა რო თავდება მაცივარში აბრუნებენ ხოლმე რა არა იმისი არა რა უნდა ქნან მარტო უნდა იმამდე მიიტანო რა კოინამდე ხოლმე ხა იგივე გავაკეთე თუმცა მაგ ბანკას ესე პერიოდულად ვრეცხავ ხოლმე რომ ყოველი მასე არ ვრეცხავ ტოვებ ძმრიანს ძალიან ლამაზია ხალხ ნუ არ ვიცი ხა მან რამდენად აღიქმევა პოდითაკ რამდენად აღიქმევა ამისი სილამაზე მაგრამ მართლა ლამაზია ეს ეხლავი არ უნდა ჭამო სხვადასხვა გავრეცხე კიდე ანუ რო გავარჩი ყველა ვარიანტში უნდა გავრეცხო და არ გამისინჯავს რამდენად მარილიანი არის ესეც თუ მარილიანი შეიძლება ამაღა მოუკვდე ხალხ ნუ ოღონდ მართლა პატარა არ არის რამე მე მომაციცქნო სხვადასხვა არ არის წესი ესე კარგად ავურიოთ ეხლა ამას გადავიტან ემალის ქვაბში და დავტოვებ სანამ კარტოფილი მოიხარშება კარტოფილსაც გავვრცქნი იცი როგორ დროს გავვრცქნი აი ტაძრიდან რომ უნდა მოვიდნენ და უკვე რომ უნდა ჭამო დაახლოებით 8 საათისთვის რომ იყოს მოხარშული ასე ვისა უბრალოდ არა ჯერ გადავიტანო და მერე გავსინჯო ლიმონთან ერთად ეს გადამაქვს ხოლმე ყოველთვის თუსცალია ძირითადად აი ამ ქვაბში ძოლებული მამა პაპური ქვაბების გახსოვთ ქვემოდან ბავშვი მეძახის ცოტა ხანი და დავსვი ცოტა ხანი იმედია დაბლა არ დავყალი ხალხო და შეიძლება წრავა მამიწიოს ეხლა ის რომ დაბლა იმაში იატაკზე გავშალო ადრე სუდაცალკავებული მქონდა მაგალითად რაში გამოვიყენებდი ამ ქვაბს იმ ქვაბს ან თევზისთვის ყველაფერი ცალკე მქონდა და ეხაც ძირითადად რა რაღაცები თევზისთვის მაქვს მაგრამ რაც აი სუნის გაცლის და რაღაცა დავამუღამე უკვე არ არის პრობლემა რაში ვიხმარ მაგრამ აი ძირითადად აი ამას სულ ამ ქვაბში ვაკეთებ ხოლმე ანუ მე დამრჩენია ის გარო უბრალოდ დავრეცხო ყველაფერი მაშინ ძალიან უყვარს ეს უბრალოდ ახლა ყველაფერი ერთად გავსინჯოთ ნახოთ თევზი და ლიმონი ხახვი მეორე ხახვი მოსწრა ვინც ახლა გაიფიქრეთ რომ რა სიტყნებიო მაინც მე უნდა ვჭამო ხალხ მამის ჭამელი ხახა ცოტა ლაშამ გადაიღოს და შანსი არა შეიძლება ისე ცოტაც არ ვაჭამო დედამ მომიტანა და მე უნდა ვჭამო ეგ ლიმონი უხდება სხვა რაფერი არის ლიმონია ესეც ესე წამებში ხამამს დავრეცხავ და მაღლა ვარ და გავთბები
კარტოფილსაც ავიყოლეთ, მაგრამ რომ გავწვდო. იმედია შუქი ბოლომდე გვექნება. აბა დროებით ხალხნო და ჯამაათნო გავიქეცი.